გადიგა მოდიგა ბედეკუთანო მე შენი ცქერით ნაღველი მშორდება მანი ღირღი დავგულღია დუთხარო იქნება სულ ეს ხვალ ჩემი ოცნება გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას ფერმა. მე ახლა გურიაში სოფელ ლაითურში ვიმყოფები, სადაც ლურჯი მოცვის პლანტაციები ათეულობით ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული. ეს კენკრა ერთ-ერთი პირველი პროდუქტი იყო, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე გავიდა. მე დღეს გიჩვენებ თუ როგორი მოვლა სჭირდება ამ მცენარეს, თუმცა სანამ პლანტაციებს ვესტუმრები, ერთად ვნახოთ ლაბორატორია, სადაც გამოჰყავთ ჩითილები, რომლითაც მთელი საქართველო მარაგდება. ჩემს უკან სწორედ ის ლაბორატორიაა, სადაც ნერგები თანამედროვე ტექნოლოგიით გამოჰყავთ. აქ შესასვლელად მე უკვე მზად ვარ, ასე რომ წავიდეთ და დავათვალიეროთ მთელი ტექნოლოგიური პროცესი. გულნარა ვერულიძე, ლაბორატორიის გამგე, ამ შენობაში გაგვიწევს მეგზურობას. ხალბატონო გულნარა, მე ძალიან მაინტერესებს, საიდან მოდის ეს პატარა ჩითილები, რომლითაც მთელი პლანტაციები მარაგდება. Კონტინა ბიოტექნოლოგიური ლაბორატორია, რომელიც 3 წელი არსებობს და აქ მიმდინარეობს ლურჯი მოცვის მიკრო გამრავლება. წავმბრძანდით და გაჩვენებთ. ძალიან საინტერესო პროცესი იქნება. ეს არის ლაბორატორიული ოთახი. ადგილი, საიდანაც იწყება გამრავლების პროცესი. აქ ხდება საკვები არების მომზადება, მისი აწონვა, pH-ის დაყენება. ამ ოთახში მოთავსებულია ფაქტიურად თითქმის მთელი ჩვენი ლაბორატორიული ხელსაწყოები. აი, მეორე მხარეს ნახავთ, რომ ეს არის ELISA რიდერი. იმის საკონტროლოდ, რომ წარმოებული ნერგი იყოს ვირუსებისაგან თავისუფალი. განსაკუთრებული ყურადღება მინდა მე გაქცევინოთ აი ამ ხელსაწყოზე. ეს არის ინფრაწითელი სამედიცინო ლაზერი, რომელიც ჩვენს მიერ პირველად მსოფლიოში გამოყენებული იქნა მცენარეთა ზრდის სტიმულირებისათვის, რაც არის დაპატენტებული და არის ნოუ-ჰაუ. მის საშუალებით ხდება 40-50%-ით დაჩქარება მცენარეთა ზრდის. ეს არის ადგილი, სადაც ხდება სტერილურად ყველაფრის გაკეთება. 3 ლამინარი გვაქვს, სპეციალური კარებია, საიდან სტერილური ჰაერი უბერავს და აბსოლუტურად სტერილურ პირობებში ხდება საკვებარეზე მცენარის გადატანა. სულ მაინტერესებდა ამ საკვებარეში რა შედის. ნანახი მაქვს არა ერთხელ, მაგრამ შიგნით რა შემცველობა აქვს. ამ საკვებარეში შედის მცენარისათვის აუცილებელი ყველა მინერალური მარილი, მაკრომარილები, მიკრომარილები, ვიტამინები, ზრდის ჰორმონები და შემყარებულია აგარის საშუალებით. საკმაოდ რთული ქიმიური ნაერთია, როგორც მე ვხვდი. ნუ, ნიადაგის იმიტაცია. ეს არის ფიტოოთახი. ანუ აქ აწყვია ქილები განათების ქვეშ, მუდმივ ტემპერატურაზე და 20-25 დღის განმავლობაში აი ესეთ ქილიდან, ანუ სადაც 20 მცენარე იყო შეყვანილი, ვიღებთ ნუ დაახლოებით აი ესეთ სურათს. სადაც არის ალბათ ყველაზე ცოტა აქ 150-200 მცენარე იქნება. აი ამის შემდეგ თუ ჩვენ გვინდა რაოდენობის ზრდა, ესენი მიდის ისევ ლამინარში და მრავლდება, იჭრება, ანუ ისე თავიდან იწყება პროცესი. თუ ჩვენ უკვე რაოდენობა რაც გვჭირდება, მიღწეული გვაქვს და უკვე გვინდა მცენარეების მიწაში გადატანა, მივდივართ უკვე დასაფესვიანებლად და გადაგვაქვს უკვე მიწაში. რამდენი დღის განმავლობაში უნდა გაჩერდეს ამ ოთახში ეს მცენარე? გადარგვიდან გადარგვამდე არის 25 დღიდან 1 თვემდე. ლაბორატორიას აქ პოტენციალი წელიწადში 2 მილიონი ენერგია წარმოავს. ვინაიდან ჩვენ ასეპტიკურ კულტურაში ვმუშაობთ, მასალა გაწმენდილია ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებებისაგან. ეს უკვე სათბურია ფაქტობრივად, ხო? ეს არის სათბური. ეს არის ოთახი, სადაც ხდება უკვე მცენარეთა გამოსხდა. მცენარებს ახლა უკვე გრუნტში რგავენ. 320 წელი მცენარე მიდის ერთ კოლოფში, 1 თვის განმავლობაში თავდახურული იქნება. ამ 1 თვის განმავლობაში მცენარე იკეთებს ფესვებს, 1 თვის შემდეგ უკვე თანდათანობით მოხვდით თავს და უკვე ვიღებთ მცენარეებს.
2 თვის განმავლობაში ეს მცენარეები იქნებიან კოლოფებში, როცა საჭირო ზომას მიაღწევენ, ამის შემდეგ ისინი გადაგვაქვს უკვე ქოთნებში. მე ძალიან მაინტერესებს როგორია უკვე ამის დარგვის პროცესი, ამიტომ ახლა გადავინაცვლებ უკვე პლანტაციაში. თქვენ კი ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ დამათვალიერებინეთ მთელი ეს ლაბორატორია, მართლა ძალიან საინტერესო იყო თითოეული ოთახი, რომელშიც ჩვენ ვიყავით. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. ლაბორატორიიდან მოცვის დამხარისხებელ საწარმოში გადავინაცვლეთ, სადაც მეგზურობას კომპანიის ხარისხის მართვის მენეჯერი ქალბატონი მედია გულუა გაგვიწევს. ქალბატონო მედია, ეს არის თქვენი საწარმო. დიახ. რა პროცესები მიმდინარეობს ახლა? აქ მიმდინარეობს მოცვის დახარისხება, დაფასოება და რეალიზაცია, შემდეგ რეალიზაციაში უშვებთ აქედან. აქვე ამუშავებთ მხოლოდ ახარისხებას? აქ მხოლოდ დახარისხებაა და ნედლის სახით მედის ბაზარზე უკვე გასაყიდად. თერმული დამუშავება ან საკონსერვო ჯერჯერობით არ არის. ახლა ვნახოთ რა პროცესები მიმდინარეობს პლანტაციაში. რა თქმა უნდა, დამცავი ჟილეტი უნდა ჩავიცვათ აუცილებლად, იმიტომ რომ ტექნიკა მოძრაობს და უსაფრთხოების დაცვის მიზნით თქვენ კარგად რომ დამინახოთ. დიახ, უსაფრთხოდ რო ვიყოთ და გავდავიცვათ. პირველ რიგში საით უნდა წავიდეთ? პირველ რიგში ჩვენ ახლა დავათვალიერებთ ნერგებს, რომლებიც ლაბორატორიიდან გადმოიტანეს დაახლოებით 10-15 დღის უკან და გარემოპირობებთან შეგუების მიზნით და გადახურულ სივრცეში გვაქვს მოთავსებული და აქედან შემდეგ გაგვაქვს პირდაპირ ღია გრუნტში დასარგავად. უკვე პლანტაციის გაშენების მიზნით. როგორი მოვლა სჭირდება აი ამ პერიოდის განმავლობაში ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივი კონტროლის ქვეშ არის ეს ნერგები, გამუდმებით ხდება მათი მორწვა და სარეველების კონტროლი. ეს არის რომელზეც დარგულია ტორფია. ეს არის ტორფი, დიახ, მჟავე ტორფი და მჟავე ტორფის შემდეგ აქედან გადადის უკვე ნიადაგში, ნიადაგიც მჟავეა, ლურჯი მოცვის კულტურას მჟავე ნიადაგები უყვარს და მხოლოდ მჟავე ნიადაგზე ვითარდება კარგად. ნეიტრალურ ნიადაგებზე უჭირს განვითარება, კლინდება მცენარე და უკვე ვეღარ იზრდება. ახლა ის პერიოდია, როცა შეგვიძლია დავიწყოთ და დავრგოთ ეს მცენარეები? დიახ, ეხლა ზუსტად შესაფერის პირობებია ამ ნერგების ღია გრუნტში გადატანისათვის. ნაწვიმარია, ნიადაგის ველია, მომზადებულია თვითონ ბუდნები, რომელშიც უნდა ჩაერგოს ეს მცენარე. დაწყებულია დარგვითი სამუშაოები, ძირითადი მას ნაწილი პლანტაციებისა უკვე დარგულია და დარჩა გარკვეული მცირე რაოდენობა, რომელსაც ახლა დამთავრდება დაახლოებით 10-15 დღის მანძილზე დარგვა ნერგების. 1 ჰექტარზე რამდენი ჩითილი დაირგვება? 1 ჰექტარზე დაახლოებით 3300 ნერგი ეტევა. რიგებს შორის დაშორება დაახლოებით 2 მეტრი, 2-დან 20 სანტიმეტრამდეა, თვითონ მცენარეებს შორის 90 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე. მე ძალიან მინდა ვნახო როგორ ირგვება მოცვი. ერთხელ უკვე დარგული მაქვს საზამთრო და მაინტერესებს რამდენად განსხვავებულია ეს პროცესი. სიამოვნებით გაგიწევთ მეგზურობას და ინსტრუქციებს როგორ დარგოთ მცენარე. ჩვენ გადმოვინაცვლეთ პლანტაციაში, სადაც მიმდინარეობს ჩარგვა, ხო? დიახ. ეს კვლები უკვე გამზადებულია დიდი ხნის წინ. გამზადებულია, დაგებულია სპეციალური აგროქსოვილი, რომლის ქვემოთაც გაყვანილია სარწყავის სისტემა წვეთოვანი, საიდანაც ხდება თითოეული ნერგის მორწვა. შეტანილია მინერალური სასუქი, კომბინირებული სასუქი, ეგრეთ წოდებული NPK, სადაც მაქსიმალური საკვები ელემენტებია მცენარის ზრდისათვის, გარდა ამისა შეტანილია ნახერხი და ქვიშა. ხდება ამ სამი კომპონენტის ერთმანეთში არევა და შემდეგ ამ მასაში ირგვება უკვე ჭიქიდან ამოღებული ნერგის ჩარგვა. და როგორია დარგვის პროცესი? დარგვის პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს. ესე იგი, ამოვიღებთ ახლა ჩვენ ამ ჭიქას. აი, ავიღოთ ერთი. დიახ, ვიცით ერთი წუთით ეს. გამოვაბრუნებთ. აი. ეხლა ეს ფესვა სისტემა უნდა გაიშალოს ოდნავ და ჩავგავთ შიგ. პირდაპირ და ერთგულ შემოვაყრით მიწას. მორწვა სჭირდება დარგვის შემდეგ. ეს უკვე რა თქმა უნდა, მაშინვე ნიადაგის სველია, უკვე გამზადებულია. ამ წვეთოვანი სარწყავის სისტემით შემდეგ უკვე წლების განმავლობაში სასუქიც მიეწოდება, როცა საჭირო იქნება. ხდება შიგ გარკვეული კონცენტრაციის გახსნა მინერალური სასუქების და მიეწოდება გარკვეული დოზით, რაც საჭიროა მცენარისათვის. ამას ალბათ ნიადაგის ანალიზით ვადგენთ, ხო? დიახ, ყოველწლიურად კეთება ნიადაგის ანალიზი სპეციალურად და შემდეგ იმის დამიხედვით რა რაოდენობით სჭირდება მინერალური კვება, ამის მიხედვით უკვე გარკვეული დოზებით მიეწოდება სასუქი.
და რამდენ ხანში შეიძლება რომ ამ ნერგმა პირველი შედეგი მოხდეს ნაყოფს გულისხმობ? მავალ წელს არა და შემდეგ წელს უკვე ექნება მას პირველი ნიშანი იმისა, რომ უკვე ყვავილს მოგცემს. სასურველია, რომ პირველ წელიწადს ეს ყვავილი მოვაშოროთ, რომ მცენარემ არ დაკარგოს ძალა და უფრო ძლიერი გაიზარდოს და ფესვთა სისტემაც უფრო ძლიერი განვითარდეს. მესამე წელიწადს უკვე შეგვიძლია, რომ ნაყოფი მოუკრიფოთ. ანუ მესამე წელიწადს უკვე გვაძლევს ნაყოფს. და რამდენი შეიძლება ერთ ნერგზე მოვიდეს? ერთ ნერგზე, როდესაც დასრულია მცენარე 3-დან 5 კილომდე ნაყოფს იძლევა. გარდა ამისა, ჩვენთან ბუნებრივი დამამტვერიანებლები, ფუტკარი და ეს ბუნებრივად ამტვერიანებს. ევროპაში მაგალითად ხელოვნურად შეყავთ ეს კრაზანები და დამამტვერიანებლები, რომ მოცვი დამტვერიანდეს და ჩვენთან საკმარისად არის ეს დამამტვერიანებლები. და ამიტომ კარგი ყვავილს იძლევა და შემდეგ ეს ყვავილი მაქსიმალურად უკვე ნაყოფსაც კარგად იძლევა. ამ ჩითილების გახარების თქვა პროცენტული მაჩვენებელი რამდენია? თუ კი ხელსაყრელ პირობებს შევუქმნით და ყალს არ მივაკლებთ, გახარების პროცენტი ძალიან მაღალია. დაახლოებით 90%-მდე, 95%-მდე შეიძლება ზოგჯერ მეტიც კი იქნეს კარგი პირობების შემთხვევაში. ამ ტერიტორიაზე როგორც ჩანს ტრაქტორი აქტიურად მუშაობს, რა სამუშაოებს ატარებს? ეხლა ხდება აგროქსოვილის დაგება. ამ აგროქსოვილის ქვემოთ არის წვეთოვანი სისტემა, მზადდება რიგები მოცვის დასარგავად. ეს აგროქსოვილი რისთვის არის საჭირო? ეს აგროქსოვილი სპეციალურად არის, რომ სარეველა არ განვითარდეს მოცვის ირგვლივ ძალიან ინტენსიურად, იცავს აქ თვითონ რიგებს სარეველის განვითარებისაგან. გარდა ამისა, დახურულია წვეთოვანი სისტემა და წყალი ქვემოთ ინტენსიურად ჩაედინება ფესვებისაკენ მოცვის ნერგებში. მე როგორც შევატყვე, ეს აგროქსოვილები სხვადასხვა მიმართულებით არის გაკეთებული. ეს სპეციალურად არის, რომ ნიადაგი დავიცოთ ჩამორეცხვისაგან და ეროზია შევაჩეროთ. როგორც ჩანს, საკმაოდ დიდ მოცულობებზე არის საუბარი. გასაღების ბაზარი სად აქვს ქართულ მოცვს? გასაღების ბაზარი ევროპაში არის ძალიან დიდი მოთხოვნილება ლურჯ მოცვზე, ძალიან პოპულარულია ეს ნაყოფი და ევროპის ბაზარზე გადის ჩვენგან მოცვი. იმიტომ რომ საქართველოს ბაზარი ძალიან მცირეა იმ რაოდენობისთვის, რაც ჩვენთან იწარმოება და მომავალში უნდა მოხდეს წარმოება. და რატომ არის ქართული მოცვი ასეთი განსაკუთრებული, რომ ევროპამ ესე მიიღო, კარი გაუღო, შეიძლება ვთქვა? ქართული მოცვი თქვენ წარმოიდგინეთ და იმაზე უფრო კარგად განვითარდა, ვიდრე სამშობლოში ამერიკიდან არის შემოტანილი ეს ლურჯი მოცვი და განსაკუთრებულად მოეწონა ჩვენი ნიადაგები, მჟავე ნიადაგები, ნაჩაიარი ნიადაგები, არომატით, გემოთი, მჟავიანობით, სიტკბოთი და საერთოდ ზომითაც უფრო მსხვილია და გემოვნური თვისობებითაც უფრო მაღალია. მე ძალიან მაინტერესებს ის პლანტაცია, სადაც უკვე ნაყოფია გამოღებული. მაინტერესებს როგორ იზრდება და საერთოდ როგორ შეიძლება რომ შემდეგი წამოძანეთ შეგვიძლია დავათვალიეროთ. წაით. ეს მცენარეები უკვე ისხავს, როგორც ჩანს, საკმაოდ ახუნძლულია მოცვით, ხო? ეს უკვე მეოთხე წლის მცენარეებია. ეს ნაყოფი კიდევ უფრო გამსხვილდება, ხო, რა როგორც თქმა უნდა, გამსხვილდება კიდევ უფრო და ფერსაც შეიცვლის, რა თქმა უნდა, ლურჯი ფერისკენ. დათრთვილული ვერცხლისფერი გადაკრავს ამ ნაყოფს. თუ კი ვერცხლისფერი დაკარგული აქვს, ესე იგი ეს ნაყოფი უკვე ხარისხიანად აღარ ითვლება. კიდევ რა თვისებები უნდა ქონდეს მოცვს, რითიც მისი ხარისხი განისაზღვრება? უპირველესი, რაც ლურჯი მოცვისთვის დამახასიათებელია, ეს არის ვერცხლისფერი. ზომის მიხედვით არის 10-დან 9-11 მილიმეტრი, შეიძლება უფრო დიდიც. და რამდენად რთულია ამ ნაყოფის დაკრეფა? ჩვენთან ისე დახელობდნენ ქალები, რომ ძალიან მარტივად კრეფენ ახლა ამ მოცვს. მე ვიცი, რომ ადგილობრივი ფერმერებისგანაც იბარებთ მოსავალს და ასე ხარში უდგევართ ყველანაირად მოსახლეობას. სრული ფერმერები, რომლებსაც მცირე რაოდენობით აქვთ გაშენებული მოცვი და არა აქვთ საშუალება იმისი, რომ ბაზარზე გაიტანონ, მაგრამ ყიდულობთ ამ მოცვის მოსავალს და ძალიან გვაყოფილები არიან.
კრეფენ უკვე მათაც იციან კრეფის ნორმები და წესები და გვაბარებენ მოსავლის აღების დროს. როგორ მოხდა რომ მოიპოვეთ ის უფლება რომ ევროპაში გაგეტანათ თქვენი პროდუქცია? ჩვენ გვაქვს ISO 9001 დანერგილი და პლანტაციას აქვს Global GAP-ის სერტიფიკატი მიღებული. ევროპელებიც ამოწმებენ შემდეგ ამ ნაყოფის ვარგისიანობას და თავისი ლაბორატორიის დასკვნებსაც გვიგზავნიან. როგორც თვითონ ამბობენ, ჩვენი მოცვი არის აბსოლუტურად ორგანული, სუფთა, ყოველგვარი შხამქიმიკატებისა და მინარევების გარეშეა ნაყოფი. აბსოლუტურად უზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. პირიქით მისი მოხმარება ძალიან აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და თვითონ საერთო მდგომარეობას ორგანიზმის. განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში, იმიტომ რომ თვითონ მოცვის ნაყოფი წევს ინსულინის დონეს ორგანიზმში. კუჭნაწლავის ტრაქტისათვის არის შესანიშნავი, აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას. გარდა ამისა არის აბსოლუტურად უვნებელი პატარა ბავშვებისათვის, არა ალერგიული. ალერგიის დროს პირიქით უნიშნავენ მოცვს იმისთვის, რომ ალერგიის ფონმა დაიწიოს. ბოლოს მინდა გკითხოთ, რა პერიოდში შეიძლება ჩამოვიდეს ჩვენი გადამღები ჯგუფი იმისათვის, რომ გადავიღოთ როგორ იღებთ მოსავალს, როგორ ახალისხებთ, როგორ ფოთავთ. ივნისის დასაწყისისათვის გელოდებით ჩამობძანდით, დაგვესწარით მოსავლის აღებაზე, მიიღეთ მონაწილეობა და თქვენთან ერთად გადავამუშავებთ და დავაფასებთ მოცვის მოსავალს. აუცილებლად ჩამოვალთ და დაგეხმარებით, გაძლევთ ამის პირობას. მადლობთ. დიდი მადლობა. ლურჯი მოცვის მოყვანის მასშტაბები საქართველოში სულ უფრო მეტად იზრდება. როგორც ჩანს, მისი გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე, ევროპის ბაზარზეც მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ამ ეტაპზე გურიაში ჩემი სტუმრობა დასრულებულია, აქედან გადავინაცვლებ სამეგრელოში, სადაც ვნახავთ თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს თხილის პლანტაციებში. თხილის წარმოება საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. 2 წლის წინ დაფიქსირებულმა ჩასაბარებელი ფასის რეკორდულმა მაჩვენებელმა ფერმერებში დაინტერესება გაზარდა. დღეს ეს კულტურა დასავლეთ საქართველოს გარდა კახეთის ზოგიერთ რეგიონშიც მოჰყავთ. თხილის ინდუსტრიაში ბაღების მასობრივი გაშენების ფონზე თავს იჩენს პრობლემებიც. ფერმერების უმეტესობა მამა-პაპური მეთოდებით მუშაობს. ნაკლებადაა დაცული მცენარის მოვლისა და პროდუქტის შენახვის წესები. შესაბამისად, ბაზარზე ისეთი სერვისების მოთხოვნა გაჩნდა, რომელიც მეთხილეებს შრომას გაუმარტივებს. ეს ზუგდიდის რაიონია, სოფელი ყულიშკარი. აქ თხილის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საქმიანობაა. ადგილობრივი მოსახლეობა ბოლო პერიოდის განმავლობაში სპეციალური ტექნიკის გარეშე მუშაობდა, რაც თხილის ბაღების გაშენებასა და მოვლას კიდევ უფრო შრომატევად ხდიდა. გვიჭირდა რა ტრაქტორების მიზის დამუშავება რაღაცები, დავდიოდი სხვაგან, ჩვენთან სოფელში არ იყო ტექნიკა და რაღაცები და სხვა სოფლიდან ჩამოყავდა, უფრო ძვირი გვიჭდებოდა რა. 2014 წელს სოფელში კოოპერატივი ჩამოყალიბდა, რომელთა წევრების მთავარი მიზანით საკუთარი პლანტაციების მექანიზაციით მომსახურება იყო. ტრაქტორი არ იყო, თავისი აგრეგატები, მისაბმელები არ იყო, რაც დასამუშავებელი ნიადაგის საჭიროებს თხილის ბაღებში სამუშაოდ, რაც არის აი სარებელების მოშორება, სათიბელა დაუშვათ, დისკური ფარცხი მჭირდებოდა. ამ ხრივ მექანიზაციის შეძენის ხრივ უფრო გავერთიანდით. კოოპერატივის წევრებმა ფინანსური დახმარებისათვის ოქსფამის კონსორციუმს მიმართეს და ენპარდის პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებაც მოიპოვეს. არ ვიყავით ჩვენ ახლა ბიზნეს გეგმის დაწერისთვის მზად არ ვიყავით, მაგრამ ყველანაირად მოგვამზადეს, რომ ჩვენ არ დაგვჭირებია სხვადასხვა ბიზნეს ოპერატორებთან დაუშვათ სირბილი, რომ ეს დაგვეწერა, ჩვენ თვითონ დავწერეთ და გაიმარჯვა ჩვენმა პროექტმა და დაგვაფინანსეს ამ დაფინანსებიდან 70% ACF-ის და ევროკავშირის მიერ მოხდა დაფინანსება და 30% ჩვენ მხრიდან მოხდა გადახდა ამ თანხის. ჩვენ უფრო მისაბმელებზე ქონდა ორიენტაცია, რადგან ტრაქტორი, რა თქმა უნდა, ახალი არა, მაგრამ მაინც გვეგულებოდა ჩვენს ერთ მეპაიეს კოოპერატივის წევრს ყავდა და ამიტომ უფრო გავამახვილეთ ყურადღება მისაბმელებზე. შევიძინეთ, აი აგერ ხედავთ, ეს არის არხის მჭრელი, რომელიც ჩვენთან გამოიყენება ბაღებში, ახალ ბაღებშიც და ძველ ბაღებშიც. ეს არის როტაციული სათიბელა. ეს აგრეგატი მუშაობს თხილის ფართობში, გაშენებული, რომელიც არის გაშენებული მინიმუმ 4 მეტროზე. ამის გარდა გვაქვს დისკური ფარცხი, იგივე ჩვენ შევიძინეთ ეს მაგის სიგანი არის 2 და 20. იგივე თხილის ბაღებში სამუშაოდ. ვინაიდან ჩვენი ნიადაგი არის ყოველთვის საჭიროებს ახალ ბაღებში ძალიან გაფრთხილებას ხშირად, ამიტომ აი სასურველი იყო ამის შეძენა.
დღეს კოოპერატივში ყულიშკარი 2014 უკვე 22 წევრია გაერთიანებული. საკუთარი პლანტაციების მექანიზაციით მომსახურეობის გარდა ისინი თანასოფლელებსაც სთავაზობენ სერვისს. სარწყავი არხების გაჭრა, სარეველებისა და სხვა მცენარეებისგან გასუფთავება, ნიადაგის დახვნა და დამუშავება. ეს ის სამუშაოებია, რომელთა განხორციელებას ფერმერები ყველაზე ხშირად სთხოვენ კოოპერატივის წევრებს. კოოპერატივი რო ჩამოყალიბდა, მიწის მოხსნა და რაღაც დამუშავება, ეხლა უფრო იაფი და უფრო ჩქარა გვიხდება რა, დროულად გვიხდება რა. სწორად რო ვთქვა. და თხილის მოვლა და იმაზეც კიდე გვეხმარებიან ახლა ბიჭების უნდა დაწყობა შესამლის აპარატები რაღაცა ტრაქტორი, პატარა ტრაქტორების რაღაცა და იმის ესეც თუ იქნა ამ ბიჭების დიდი მადლობელი ვიქნებით. მომსახურება ფასიანია, მაგრამ ხელმისაწვდომი. კანონის მიხედვით ამ სერვისებით მიღებულმა შემოსავალმა კოოპერატივის საერთო ბრუნვის 30%-ს არ უნდა გადააჭარბოს. ყულიშკარში აგრეგატების გაჩენის შემდეგ თხილის ბაღების მოვლა უფრო გამარტივდა. ამ რეგიონში მეთხილეობის განვითარება ახლა უკვე ფერმერებზეა დამოკიდებული. მე ახლა ახალი ღვინის ფესტივალზე ვიმყოფები, რომელსაც თბილისი წელს უკვე მე-7-ად მასპინძლობს. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ღონისძიება, არა იმიტომ, რომ ღვინო შეიძლება აქ უფასოდ დააგემონო, არამედ იმიტომ, რომ აქ იკრიბებიან მეღვინეები საქართველოს ყველა კუთხიდან და მრავალფეროვანი სასმელიდან შეიძლება ჩემთვის საუკეთესო შეარჩიო. ეს არის ღვინის დღესასწაული. ეს არ არის არც გამოფენა, არც შეჯიბრი, არც კონკურსი რამე. ეგ ყველა ზეიმობს, ასე ვთქვათ, ყველასთვის არის ეს დღე, რომელიც ამ ქვეყანას ჭირდებოდა როგორც ღვინის ქვეყანას. მასშტაბურია უკვე ეს ღონისძიება, ასეთი არასოდეს არ ყოფილა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი იქნება. ასევე ჩვენ ნახეთ რამოდენიმე კოოპერატივის ღვინო, ახალგაზრდებს გავესაუბრეთ, რომლებიც აპირებენ მომავალ წელს უკვე თავადაც მიიღონ მონაწილეობა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საცეცხლო მნიშვნელობა აქვს ასეთ ღონისძიებებს. წარმოდგენილი მაქვს ორი სახეობის ღვინო, ჩხავერი და ცოლიკაური. რაც შეეხება ამ ფესტივალს, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს გავიცანით ძალიან ბევრი კომპანიები, ძალიან ბევრი ღვინის მარნები, რომლებიც აწარმოებენ საქართველოში ღვინოს. ჩემი ღვინოები ძალიან ბევრ ადამიანმა დაგემოვნა და ყვაყოფილი ვარ იმ შეფასებებით, რა შეფასებებით გამოთქმის ღვინოსთან დაკავშირებით. ეს არის დღე, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მოდის იმისთვის, რომ გასინჯოს სხვადასხვა კუთხის ღვინო. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არის ჩვენს შესახებ უფრო მეტი ადამიანი გებს ვიდრე აქამდე გავგიათ, ასევე სინჯავენ ჩვენს ღვინოს და უკვე რეალურად იციან რა არის ეს ჩვენი პროდუქტი და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან ბევრი ტუროპერატორი, ასევე ღვინის მაღაზიის მფლობელი და ღვინით დაინტერესებული ქართველი და უცხოელი სტუმარი სინჯავს ჩვენს ღვინოს და შემდეგ ყიდულობს მას ან სამომავლოდ აპირებს ჩვენთან ჩამოსვლას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროდუქცია გავაცნოთ ისეთ ფართო მომხმარებელს, რომელიც იკრიბება ღვინის დღეს. ჩემი წარმოსახით ქართული ღვინო ეს არის ჯანმრთელობა და სილამაზე. მენტალური თვალსაზრისით მინდა წარვადგინო, რომ ღვინო არ არის მარტო ის, რომ ის დიდი რაოდენობით ისმევდეს. ქართულ ღვინოს სჭირდება ძალიან დელიკატური დამოკიდებულება და ძალიან მიდგომა სხვანაირად. ამიტომ მე ვცდილობ, რომ ესე წარვადგინო ქართული ღვინო. გვაქვს ორი სახის ღვინო, ჩინური და თაგვერი. და ვცდილობთ ახლა ქვევრის ღვინოებზე მოვახდინოთ კიდევ უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ და გადავიდეთ ქვევრის ღვინოებზე, რაც რომ მრავალსახეობა გავზარდოთ ამ ღვინის. მესამე წელია უკვე ფესტივალში ვიღებთ მონაწილეობას და ფესტივალი გვაძლევს ძალიან კარგ შანსს მოვახდინოთ ჩვენი ღვინის რეალიზაცია. მეორე წელია უკვე ღვინოს ხედით იაპონიაში. ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი გვყავს. ამავე დროს სპეციალურად ამ დღესაც ჩამოსული ღვინის ჟურნალისტები, ღვინის მწერლები, ღვინის იმპორტიორები, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით არის და წინასწარმეტყველად მათი რაოდენობაც იზრდება და შესაბამისად ამ დღის მნიშვნელობაც იზრდება. ჩვენ ღვინის ქვეყანა ვართ, ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ პირველ რიგში და მეღვინეობა არის ერთ-ერთი წამყვანი დარგი და ჩვენს ექსპორტში უჭირავს მოწინავე პოზიცია და რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ხედი უნდა შეუწყოს დარგის სწორად განვითარებას.
მოცვის პლანტაციის გაშენება. ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენება ხდება შემდეგი კვების არით: 3.0-3.2 მეტრი გამრავლებული 0.9-სა და 1.2 მეტრზე. საშუალოდ 1 ჰექტრის გასაშენებლად საჭიროა 2800-დან 3300 ნერგამდე. ნიადაგის რეაქციის ოპტიმალური pH მაჩვენებელი უნდა იყოს 4-დან 5.5-მდე. დარგვის წინ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება ხდება ნიადაგის ზედაფენაში ნახერხის კომპოსტის ან ტორფის შერევით. ახლად დარგული მცენარე აუცილებლად უნდა დაიმულჩოს ორგანული ან სხვა სახის მულჩის 25-დან 40 სანტიმეტრამდე სიგანის 10-15 სანტიმეტრის სისქის ფენით. მულჩის შეტანა ხდება რიგებში მცენარის გარშემო 30-60 სანტიმეტრის სიგანის ზოლებად. მულჩირების სისტემა საგრძნულად აძლიერებს მცენარის ზრდას, მცენარის ფესვებს იცავს სარეველებისა და ტემპერატურული გადახურებისაგან, ინარჩუნებს ტენიანობას და ნიადაგს ამდიდრებს ორგანული ნივთიერებებით. თანამედროვე ინტენსიური ტექნოლოგია ლურჯი მოცვის გაშენებისათვის აუცილებლად ითვალისწინებს მცენარეების დარგვას შემაღლებულ ბაზოკლებზე. შემაღლებული ბაზოკლების უპირატესობებია: ფესვების გაუმჯობესებული უზრუნველყოფა ჰაერით, ტენის უკეთესი რეგულაცია, ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება, ჭარბი ტენის მოცილება ფესვებიდან, რეკომენდებულია შემდეგი პარამეტრების შემაღლებული ბაზოკვალის მოწყობა: სიგანე 60-დან 90 სანტიმეტრამდე, სიმაღლე კი 18-დან 25 სანტიმეტრამდე. აი დასრულდა კიდევ ერთი გადაცემაც. ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ამბები მოგიყევით. გვიყურეთ ყოველ კვირას 12 საათსა და 45 წუთზე, უსმინეთ საზოგადოებრივ რადიო 1-ზე სოფლის დილას და გაიგეთ იმაზე მეტი ვიდრე აქამდე იცოდით.